და აი ეს რა მაინტერესებს კიდე აი შიგნით ევროკავშირში კოტები წარმოებაზე ხო არსებობს ეხლა ბულგარეთი როა ვიყოთ ევროკავშირში რო გაწევრიანდა ბულგარეთი გაწევრიანდა თუ არა ევროკავშირში სოფლის მეურნეობასა და გაწევრიანდა თუ არა ევროკავშირში ბულგარეთს უხდიდნენ სუბსიდიებს იმაში რომ გაენადგურებინა თავისი კვების მრეწველობა რომელიც იყო უძლიერესი კვების მრეწველობა უძლიერესი ინფრასტრუქტურა რომელიც აი ვარშავის ხელშეკრულების ქვეყნებში ერთ-ერთი მოწინავე იყო კვების მრეწველობის ბულგარეთი მაგალითად ბალტიისპირეთის ქვეყნებში ლატვიაში დაიხურა დამავიწყდა ატომური ელექტროსადგურის სახელი დაიხურა ეს ატომური ელექტროსადგური 2 წლის წინ იყო ზუსტად როდესაც ბალტიისპირეთის ქვეყნები ეგენ ხო საერთოდ ყოველთვის პარავოზის წინ დარბიან ეს ანაკარენესავი ხო საზეიმო ვითარებაში გამოერთენ აი ამ ენერგოსისტემას რომელიც მოიცავს რუსეთის ფედერაციის ჩრდილოეთს ბელორუსიას და ბალტიისპირეთის ქვეყნებს და აღარ მიიღეს ოკუპანტური დენი. სხვა შორის არ დავიზარდე და შევედი დავავიწყებ საიტის დასახელება, მაგრამ ევროპის ელექტროენერგიის ფასები არის ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში რა, საბითუმო ფასები. რომელიც არის ლაივ რეჟიმში რა, 7-24 რეჟიმში გიშვენებს როდის რა ფასებია და ასევე შეგიძლია ამოიღო ისტორიული მონაცემებიც რა, დროითი მწკრივი. და აღმოჩნდა ეგეთ საინტერესო რომ მინიმუმ საშუალო 3-ჯერ 4-ჯერ გაზვირდა ელექტროენერგია ბალტიისპირეთის ქვეყნებში ამის შემდეგ. დემოკრატიული ენერგია რომელიც მიიღეს რა, ელექტროენერგია. იცით, ასეთი გადაწყვეტილებების მიღება ეს რაციონალური არ არის, ხო? მაშინ მოკლედ ამას გვთავაზობენ და მე არ მესმის ახლა რატომ უნდა ვიყო ბედნიერი აქ გაწევრიანება. ეს რომ მე ერთ პერიოდი მეზახუნე ევროსკეპტიკოსი ხარ. მე არა ვარ სკეპტიკოსი ბატონო. სკეპსისი ნიშნავს ეჭვს. მე ახლა ეჭვს არ მეპარე. რომ წაიკითხეთ და ნახავ თვითონ. ეგ არის ხო, მაგიტო არა აქვს ადამიანს საკითხო და კიდე ჩვენს ყველაზე მნიშვნელოვანი თემა და ყავს ყველაზე ის აი რასაც აი ღვინო არის მთავარი ჩვენი ხო რაღაც ექსპორტზე და ზოგადად ღვინის ექსპორტი უკაცრავა. და თქვენ რომ მითხართ ეს კვოტები, წარმოების კვოტები. სწორედ მაგიტომ ქოქოზე და ბანანზე რასაც არ ვაწარმოებთ ის თავის ანუ ნულოვანი ტარიფები გვაქვს, მაგრამ ბაზრის მოსაკრებებს ღვინოზე და ბადაგზე გვხსევინე. მოსაკრებელია ბიძო ახლა საფრანგეთი, იტალია და ესპანეთია მონოპოლისტი ხო ჩვენ ვინ მოგცნეს ხო მაგათთან კონკურენცია. არა, იმაჯი არა შეგინთქენ თავის თავპირისპირობა აქვს შეგინთქესალი ასე. ხო თავი კონკურენცია აქვს ერთმანეთთან ხო. რასაკრებელია. ჩვენთან ბევრად ჯობია ეს ღვინო ობიექტურა და სუბიექტურა და ესე არის.